გამარჯობა. ეს მარტოების ჩერიზე დამოკიდებული რამდენი წუთია. მიხვდებოდით, ჩერი არის დღეს ჩემი სტუმარი, ქალი, გოგო, რომელიც მე მგონი რომ ასაკს იმენო დედას უტირებს. მადლობა, ამინ მიდერ დიდი ხანი შევჭეს. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გაინტერესებს ჯანმრთელობის და რაღაც ვარჯიშების თემატიკას ცოტათი შევეხები, მაგრამ შენი პიროვნება ჩემთვის ბევრად უფრო გაპატიე სანდრო, ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო. ხელი შევახე. ჩვენი სპონსორია Gravitoni, რომელიც არის სადისტრიბუციო კომპანია და ჩამოაქვს თავის მოვლის საშუალებები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ლამაზი რაღაცები. სულ არ წაისვა, საყვარელო ლამაზია და დეკორში როგორღაც მოხდენ. მართლა ეგეთი სილამაზეებია. ხო და ყველას თავისი პროფესიის და საქმიანობის მიხედვით ურჩევენ ხოლმე საჩუქრებს. ხოლმე რატო ვთქვი, მეორე შემთხვევა რა, ჯერჯერობით. და შენ არ ვიცი რა შეგირჩიეს, რანი ლოლაძეს რა შეურჩიეს, ხო, თემატურად ძალიან ჭდებოდა. შენ მაინტერესებს რა შეგირჩიეს და უკვე გავხსნა? კი, ზოგინა გავხსნა. არა, მაგარი. გამარჯობა, თან მოგესალმებით მე. აი მე უთების გახსნეს პონაში ვარ, ცოტა რთულად. ისე გახსენე რომ მე წაიღო. მიშველეთ. საიდან იხსნა? თან ჩამოთვალო რა არის? ომეგა 3 დასალევი. აი დედას გებსები რაც კი რამე ტაბლეტებს ყიდულობ, აი ამ ხელებია და შესაბამისად იმენა ყელის პენეტრაცია არის. აი ეს ძალიან ეს არის ისა? ეს დასალევი, თხევადი არის. ხო, ეს გამოსაყენო კარგი არის მოკლედ რა. ქრომიუმი, სინამომი და ლიპოიკ ასიდი. ახლა პლატ ყველაფერი არ ვიცი კაცო, ეს ქრომიუმი ვიცი, ძალიან კაი ის არის, ამას დავსერჩე უეჭველი. გლუკოზამინი, კონდროიტინი და ბოსველას კომპლექსი, აქ კარგი სახსრების რაღაცეები მესმის. სახსრების დანამატი არის კარგი, როგორც ვიცი და ესე მახსოვს და ეს სანტერ არის. ეს რა მაგარი რაღაცა იცი, მე მგონი რომ გეტკინება რაღაცა, უცებ ყინული არის, რომ და თუ არ ვწებ, რა ვიცი, ქალი ახატია ესეც. ქალი ახატია ხელგაშვერილი, მაგრამ სხეულის დამატენიანებელი კრემუსია. დარწმუნებული ხარ? აწერია გეფიცე. რაღაცა სპორტულიო მე ეგრე წავედი. თავარი ინგრედიენტი. კაი, მოგწონს. სხეულის დამატებინა. ეს არის დაღლილი ფეხებისთვის. ეს დაღლილი ფეხები. შენ გეღლება ფეხები? ყველაფერი მეღლება. ყველაფერი მეღლება. ოიგენი მეც მაქვს. სხვათა შორის აი უკვე ნელ-ნელა რო აღარ მიწევს ამდენი ქუსლების ჩაცმა და ქუსლებზე გავკაკუნდები ხოლმე სადმე გულავში, იქიდან მოვიდივარ. თქვენ ნახოთ ეს ქუსლებს. რას ცეკვა? ჩაბუქნებს ვაკეთებ შალახოსი და მე მეღლება ხოლმე. მე და აფრიკულ ცეკვებს რას ცეკვავს? ყველაზე ცუდი მოწაფე მე ვიყავი. ჩვენ ვიყავით იმაში რა ქვია. პეტრას განცში ერთ გუნდში ვთამაშობდით. ძალიან დიდი მადლობა Gravitons. ესე იგი მე ვიცი რომ თქვენ უყურებთ ხოლმე, თვალსაურულებთ ხოლმე ჩემს პოდკასტს. კი. აი იმის შემდეგ რაც ჩვენ ერთად ვიყავით, აი ზუსტად იქ ერთად პეტრას განცში, პერიოდულად უყურებ ხოლმე. რო გითხრა რომ აი ყველა პოდკასტი მაქვს ნანახით ხო? არა, მაგრამ ამორჩევითი მყავდა სტუმრები ამოვარჩიე რაღაცნაირად. კაი, გისვამ პირველ კითხვას. დავაი, გამოვში. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო? ეგ კითხვა ვიმეცადინე, იმიტომ ყველას დავასვი. ვინ ვარ და სხვათა შორის ვარ ხანდახან ძალიან ვერ ვიმეცადინე იმ კუთხით რომ შენ როცა ამერიკა რო პოდკასტში მინდა იმის მე მარტო არასდროს დარჩენილი ვარ იდეაში სულ რაღაცა საქმეში ვიყავი და არ მქონდა შანსი რომ მართლა დავჩენილიყავი ჩემ თავთან რა, მაგრამ რო გავიხსენე მარტო როცა ვარ ხოლმე რაზე ვფიქრობ და რა ვარ. ხანდახან ვარ ძალიან ბოროტი, ხანდახან ვარ ისეთი ნინო, ხანდახან აი გააჩნია როგორია ჩემი ემოციური ფონი რა, მაგას დავაკვირდი. ხანდახან ვარ вообще twisted weirdo. და აი ხანდახან ესე უნდა ვქნა ხოლმე თავი რომ აი ეს ცუდი ფიქრი და რაღაცები გამოვიდეს იმ წამს ჩემიდან. ანუ მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა ისე მე ვარ ჩემ ფიქრებთან მარტო რო ვარ და ვარ გაცილებით ლაღი და გაცილებით თავისუფალი და რაღაცნაირი აი ფიქრებში რო ოცნებობ, აი მარტობაში რო ოცნებობ, რომ აი ისეთივე თავისუფალი იყო, როგორც იმ ფიქრებში რა, რეალურ ცხოვრებაშიც. ეგეთი ვარ და პლუს ხანდახან აი ემოციური ფონის და მიხედვით და გადაღლილობის და მიხედვით ხანდახან twisted დაი ბოროტი რო ახსენებ, შენი ბოროტი, აი ხანდახან ხარი ხოლმე რა, რომ იმ წამს რო გაბრაზებული ხარ და რაღაცა, აი იმდენად ბოროტული აზრი მომდის ხოლმე სხვის მიმართ, რომ
აი გაჟღერებაც რო გაგიტყდება. ანუ და რა საკეთებ რა გაუშვა ამის გარდა? ბოროტული ბოღმა. არ უშვებ. ანუ ბოღმა როგორ იცი? არა, მე პატიებინა მე ხარ ზრდასრული ადამიანები ვართ და გააჩნია ამ ადამიანის სიახლოვეს ჩემთან რა. თუ ძალიან ახლობელია, სამწუხაროდ მრჩება რა, აი რაღაცნაირად ყოველი ჩემი ახლობლის ძირითადად ოჯახიდან არის ხოლმე ეს ტკენები, რაღაცნაირად ეს დაღად მრჩება რა. და კაი ხანი მიყვება? იცი რა არის ურთიერთობაში როგორც წესი არ აისახება, ერთადერთი აისახება როგორ რაღაცაში, იცი? აი როგორ თქვა ეს სიტყვებით, აი შეიძლება ის უფრო ნაკლებად მომენატროს, ან აი ცივდები. ხო, აი სიტუაცია, ცოტა აი ცივდებიც ცოტა ხმამაღალია, იმიტომ რომ ეს სიყვარული ახლობლის მიმართ მაინც გააქვს რა. ხო, მაგრამ ვერავინ ვერ წაგართვეს, მაგრამ ხო, აი რაღაცნაირად უკვე მეუხერხულება იმ სითბოს გამოხატვა მომავალში რა, ან დაჟმატვა სიცხე ხო. არ ვიცი, ეს ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს თქო რა, იმიტომ რომ ჩემთან ოჯახში არავის არ აქვს ეგ. არ შეიძლება ჩემთან ოჯახში არავის არავინ არ ყოფილა ეგეთი დადაღული. არა, კი ვარ იდეაში. ტრაუმის ბავშვები ვართ 90-იანის ბავშვები 80-იანების, მაგრამ მაინც ახერხებ, რომ ძალიან ლაღი იყო ხალხის გარემოცვაში როცა ხარ. ხო, აი მე მგონია, რომ რაღაცნაირად ბავშვობიდან მოდის რა. აი ბავშვობიდან რაღაცნაირად ალბათ, ხო იცი, რო იბადები ადამიანი, ალბათ თავისუფლების კოეფიციენტი ყველას ესეთი მინიჭებული აქვს რა. თავიდან და ვიღაცა იცავს ამ კოეფიციენტს და ამაღლებს, ვიღაცა პირიქით უშვებს და უშვებს ვიღაცებს თავის სივრცეში რა. მე მგონია, რომ ჯერ ბავშვობიდან იმდენად ბრძოლა მიწევდა ხოლმე ჩემს თავისუფლებას და იმდენად ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ხოლმე ან საზოგადოებას, ან ოჯახში, ან რაღაცა და ჩემს უმეუბნებოდა ხოლმე, რომ იმ დინარის წინ თუ საწინააღმდეგო თუ არის წური არ შეგიძლია და აი რაღაცა იმდენად გამომიმუშავდა, რომ ეს განაპირობებს შენს თავისუფლებას, მე რაც არ უნდა სოციუმი დამთრგუნველი იყოს რა, მე ესე მგონია. თუ ბავშვობიდან გიწევს ამისი დაცვა და ბრძოლა მაგისთვის გონია ოჯახის წევრები ყავდა ისეთი? ხო, იცი რა არის, აი ძალიან, ხო, აი დედაჩემის მხარე არის ძალიან აკადემიური და ძალიან წესები და ნახევრად მარგალია, მაგრამ იზედი მარგალია, რომ ხა იდეაში ქართლელი როცა უნდა იყოს ძინავს დედაჩემი. და უფრო აი მაგათ ხო იცი ძალიან და ბატონო დედა, ესე თორ მიმართა. ანუ დაჟე რომ მიმართა ეგრე დაევასება. მართლა? არა, ესე არ მიმართა, მაგრამ ნუ აი ძალიან ისეთი ტიპები არიან. მამაჩემის მხარე რადიკალურად განსხვავებულია და იმდენად ეს ჭიდილი ქონდა თვითონ ოჯახშივა. აი კულტურების სხვადასხვაობა ქონდა ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ ერთი კულტურიდან იყვნენ და ერთი ქვეყნიდან არიან ორივენი. სხვა კუთხეებიდან არიან? კუთხეები, ხო, სხვადასხვა გამოდის, ერთი კახელია, მეორე როგორც გითხარი, მეგრელ ქართლელი, მაგრამ ქართლელი არ არის, მეგრელი დედის გაზრდილი არის მეგრელი. დედაჩემს მამა კი ყავდა ქართლელი, მაგრამ ნუ მეგრულად ვიყავით, ჩვენც კი გაზრდილი, იმიტომ რომ ბებიასთან ვიზრდებოდი მე ძირითადად რა. ხო და ამიტომ ანუ სხვადასხვა იმდენად განსხვავებული ოჯახური ღირებულებები ჰქონდათ და ნუ რა თქმა უნდა დედა უფრო ჩართული იყო ჩვენ სახაზრდაში, ეხლა მაშინ ასად იყო მამა რო ესე მამას მაშინ მარტო მოფერებისთვის უნდა და ბავშვი ჩვენ დროს ჩემ დროს ყოველთვის მართლა? ხო რა ვიცი ჩემთან ესე იყო ეგ გწენდა? აუ ხო ძალიან ბოლოს მამა ჩემიც მე და მამა ჩემი ძალიან გვავართ ერთმანეთს რა მამა ჩემს დაჟე მოფერებაც უჭირს ხო ანუ ცოტა ისე აი რაღაცნაირად მეც მიჭირს ხომ მეც დამჭერია ჩემი თავი რომ ცხვენია რაღაცნაირად რა ჩავეხუტო და რაღაც აი გამოვხატა სიტყვა სხვანაირად გამოვხატა აი უყიდი ყველაფერს რაღაცა დავაყრი რაღაცებს ხო ეგ თვისება მეც მაქვს და ცოტა ის არის ანუ ჩახუტებაც საჭიროა კი ძალიან საჭიროა რას ლაპარაკობ აი ხო გამნიფა მე შვილები ხომ ყავს ხო აი რაღაცა გარკვეული ასაკის შემდეგ განსაკუთრებით ბიჭები არიან რა რაღაც ჩემ ტვინში იცვლება რაღაცა ამას არ უნდა ჩახუტებ ხო всё გაიზარდა რაღაც საჭიროა ხარ და ნუ აი არა სხვანაირი და სულ მშურს ისეთი ადამიანების რომ ვისაც შეუძლია წრფელი ოღონდ რა აი სულ ფამილიარული ვიტიკიტი თუ ესეც არ შემიძლია მეც არ შემიძლია თან ეგრევე იგრძნობა აუ არა ძალიან იგრძნობა აი რაღაცა წრფელი ჩახუტება რომელიც აი მართლა გულიდან მოდის ან რაღაცა ისე და ვისაც ეს შეუძლია აი ძალიან დიდი ნიჭი თვისება და ეს არის რა შენაძენია მე ესე ვფიქრობ აი იქამდე რომ ისულიყავი სადამდეც ახლა ხარ
ძალიან ბევრი სირთულე გაიარე ალბათ. ალბათ მე გულისხმობ მენტალური ძალიან ბევრი ის გაიარე ალბათ. ხა რამდენადაც ფიზიკურად თქვა შეიძლება ბევრი იშრომე. მე ხა თუ PMS-ი მაქვს თუ შეიძლება წამოვიტირო. და ჩავჭრათ ხოლმე იცოდე. კი, სირთულე მენტალურად უფრო მეტი ვიდრე ფიზიკური შრომა მე არ მღლის. აი ვაფშე არ მღლის. აი იქ მერხევა თუ ვიღაცა შეგნებულად მენტალურად მაგმანადგურებს. შეგნებულად თუ გაუაზრებლად არ აქვს მნიშვნელობა ნუ მანადგურებს. აი ყველაზე რთული პერიოდები შეგიძლია მომიყვა. ან მომენტები კი, ბოლო 5 წელია ფაქტიურად აი არ ამომისუნთქია მენტალურად რა, რასაც ქვია. ერთი ორი იყო ძალიან ადრე, მაგრამ ეს მე მგონი გადავხარში, იმიტომ რომ ესენი მძიმე იყო, ბანკში მქონდა ერთი მომენტი, რომ აკადემიიდან გამომაგდეს. ყოფაქცევის გამო. მართლა? ანუ მე მუშაობდი ბანკში პროკრედიტ ბანკში, რომელსაც ჰქონდა გერმანიაში და მაკედონიაში აკადემიები და ეს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს გუშვებდნენ ხოლმე იქ, რომ ან ინგლისური გვესწავლა, ან საბანკო საქმიანობა, მაგრამ პარალელურად ისეთ თემებს განიხილავდნენ და ისეთ რაღაც controversial რაღაც საწინააღმდეგო თემებს გიგდებდნენ, რომ თან დაკვირვება მოიხდინა ახლა იმ დამფუძნებელს, ვინ ყავს მენეჯერებად რა და ვის ანდობს თავის აი ხოლმე ინვესტიციას და ბანკს. და ანუ მოკლედ ერთ-ერთი იმის დროს ესე მომხება გამუყარე ქალი გამომაგდეს რაღაცნაირად გონია რომ მე ვინც გამომაგდო ისიც გააგდეს და რაღაცნაირად უბრალოდ ეს იმხელა დარტყმა იყო მაშინ რომ აი მართლაც გამანადგურა რა აი სერიოზულად გამანადგურა ეხლა ხუმრობით ყვები რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ეგ იყო ერთ-ერთი პირველი უსერიოზულესი დარტყმა ჩემთვის მენტალურად. მე ეგ ხო გეუბნები მარტივად გადავხარშე და აი ჩემი ბრძოლები ოჯახთან ფაქტიურად დაიწყო. ნუ პირველი ბრძოლა იყო რომ მეუღლეს გავშორდი, მაგრამ ეგ ძალიან მარტივად მოახერხე, იმიტომ რომ ინგლისში ვიყავი, ძირითადად და ესე დისტანციაზე იყავით ხო და ანუ მშობლებთან არ მიწევდა ესეთი ხშირი შეხება. მაგრამ აი როცა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ფერადკანიანი მამაკაცი რომ თანაც გამისერიოზულდა ურთიერთობა იმიტომ რომ ბავშვი ყავს მე და ავის ერთად აი მაშინ დაიწყო უკვე ოჯახთან სერიოზული ტრახები ასე ვთქვათ ხო პირველი წინააღმდეგობა იყო ორსულობა რომ ვამცნე ანუ მანამდე არ იცოდნენ რომ ერთად ხართ? იცი რა დედა შემოიცოდა მაგრამ მამას უყურებდა ძალიან არასერიოზულად იმიტომ რომ დედა ჩემი როგორი დატრენინგებული მყავდა იცი რომ აი ანუ ყველა ადამიანს ყველა ქალს ანუ არავინ არ არის მარტოობის ასე ვთქვათ აი რა ღირსი კი არა როგორ თქვა რა გასაწირად არავინ არ უნდა არ აქვს მნიშვნელობა რა ბექგრაუნდია გაეყარა გამოეყარა არ აქვს მნიშვნელობა ხო რატო ყველა ადამიანს სჭირდება მეორე ნახევარი ხო ანუ შეიძლება მეორე ნახევარი არა მაგრამ სექსუალური ცხოვრება ხო ჰორმონალური ბალანსი ესე ვთქვათ ხო და ანუ ძალიან ესე ოკეი იყო ძალიან ჩვეულებრივად უყურებდა აყვებს მაგრამ აი უკვე რომ უთხარი რომ მეთქი და ეგრე ფუთავდი რომ მარტივი ურთიერთობა ანუ მართლა ესე იყო ესე დავიწყოთ მარტივი ურთიერთობები კი ძალიან მარტივი ურთიერთობები დავიწყოთ მე და მე მე გავგესერიოზულდა რა აი შემიყვარდა friends with benefits თქვა თვა მეგობარი ბენეფიტებით ქართულად ვიტყვი აი არსებობს მე მგონია რომ ჩვეულებრივად შესაძლებელი არის უბრალოდ არ ჩნდება არა ნუ აი მე რო არ მქონოდა დანაკლისები რაღაც დანაკლისები შეიძლება გრძნობა არ გამჩენოდა და კაი ხანი არ მიჩნდებოდა მე გრძნობა მე რთულად მიჩნდება ზოგადად ისედაც სიყვარულის გრძნობა რასაც თქვი ახლა ზოგიერთი მყავს დაქალები რომლებიც აი მეორე ღამიდან სიყვარულში არიან უკვე ჩაფლულები ჩემთან ცოტა რთულად მოდის ეგ მომენტი, მაგრამ მე მგონია რომ აი მხარეთა შეთანხმებით, ოღონდ ძალიან ჯანსაღი და ესეთი კომუნიკაციით ეს შესაძლებელი არის. რა თქმა უნდა, თუ დანაკლისები არსებობს, ძალიან დიდი შანსია რომ აი სითბოს დანაკლისი, როდესაც გააქაი რაღაცის, მე შეიძლება უფრო ხო, აი სითბოს დანაკლისი, აი რო გითხრა რომ ზრუნველობით სავსე იყო, ავი თქვა იმდენად ხო აი მე მაკლდა რა იცი მომენტში სიმარტივე მაკლდა რა იმიტომ რომ წამოსული ვიყავი რაღაცა რთული ურთიერთობები იმიტომ რომ ინგლისშიც ურთიერთობაში ვიყავი კაი ხნის განმავლობაში და ანუ ძალიან ჩაგრუზვა და ჩაჭერა ურთიერთობაში ვიყავი რა ტოქსიკური იყო ძალიან აბსოლუტურად ტოქსიკური იყო არა და ვიძახდი რომ პირველი ქმრის მერე მეთქი მე მჭირდება ისეთი კაცი მეთქი ესე დამიჭიროს ცოტა ჩემზე ძლიერი მეთქი ჩემზე ძლიერი შეხვდა დამაჩმორა და დამაჩაჩანაკა
და აი, ნუ ხა იმასაც თავისი insecurities დაუცველობები ჭირდა რომ და გაკნინა ხო და ანუ უეჭველი იქ რა დავჩენილიყავი ჩემი კარიერა არასდროს არ წავიდოდა ესე წინ რა ანუ არ მაფუშინგებდა პირიქით უკან წევდა რომ როგორც კი ხედავდა რომ მე პატარა შანსი მქონდა რომ წინ წაწევიც უკან წევდა რა და ხა მე მანდ ეგეთ იმაში არასდროს არ დავრჩები ეგეთ ურთიერთობაში ბრიტანელი იყო ბრიტანეთში ცხოვრობდა უკვე 20 წელი მაგრამ შოტლანდიელ ავსტრალიელი იყო რა ავსტრალიაში დაბადებული გაზელი მაგრამ მე ერთი кайხა მენტალურად არიან ისეთები ქართველი გაუძლებს იცი რა არის ესე რომ რა თქმა უნდა ხა ემოციურად განსხვავდებით სამხრეთი და დასავლეთი თუ ჩრდილოეთი მხარე იქით მაგრამ მე მგონია რომ რა ვიცი მე ჩაოლებრად გაუძლებდი ამ ტიპის ესეთი ურთული ხასიათი რო არა რა არა გაუძლებს მე მგონი ჩაოლებრად იმიტომ რომ ხა ზრდასრულად ახარ და გიყვარდება და რაღაცნაირად ამას ზრდასრულ ასაკში ხდება ეს ყველაფერი მგონია რომ გააზრებული არის რა და აი ექსი მარტივად მაკლდა რაც მე რაღაცნაირად ავისთან დავინახე და კომფორტი ხო აი კომფორტი მე ჩამოყალიბდი და მე მეთქი რას ვეძებ კაცში და მივხვდი რომ კაცში ვეძებ კომფორტს არ მჭირდებით არ ძრუნო არაფერი მე ვიზა ყველაფერს შემოგევლე მე მიხედავ ჩემთვის კომფორტული ადამიანი იყოს რა და აი კომფორტს მივაწექი და მე უცებ შემოგიყვარდა ხო, თვალსა და ხელშუა შემიყვარდა. თან პროცესში რაზე მიშლებოდა, იცი ნევრები ვის უფედავს პროსტო. აი ვის ეპოტინება. საერთოდ იყო, მაგრამ კი გადაუჯოკრა ყველას. მართლა ხო? თავისი სიმშვიდით თან იცი რა მგონია? თქვენ ხო გაკვირდებით შორდა მე ძალიან მომწონს რა თქვენი წველი. აი შენ ხო რაღაცა ბაბოკარი წაეცხლე არა. ის ძალიან შვიდად ამ ყველაფერს გაუყურებს იცის რომ შენ დამხილდები იცის რომ შენ მოხვალ ხასიათზე აი ესე ჩვეულები შვიდად და ნერვები არ ეშლება შენზე მე ეგ ცოტა ის არის ცოტა გამაღიზიანებელია რომ არასდროს არ ეშლება ნერვები კი ეშლება როგორ არა აი მაქვს ხოლმე მაინც ის რომ წერტილს მაინც ვიპოვი სადღაც რომ დავაჭირო იმიტომ რომ ეგეთ ხასიათზე ხარ რომ ჩხუბი მოხდეს რაღაცა ცოტა ბატარ ზეძლი პიკასაც ისა გამომიზი ბატარ ხო, არის ეგ მომენტი არის რა და მოკლედ ესე შემომიყვარდა რა. გამიშტა სხვათა შორის დედაცგიფთები დედაჩება მე გამახსენა, მაგრამ აი როდის იყო? აი რაღაცნაირად ქვეცნობიერად რაც გინდა, რაღაცა ხდება რა ცხოვრებაში. ბავშვობაში. ძალიან ბავშვი ვიყავი, რომ მე პირველად უყურე ფილმს მოკლედ გოგო უბრალოდ ბიჭი ჩადის შვებულებაში კუბაზე და გადაირევა იქაურობაზე და რჩება, ოღონდ თან როგორ რჩება, იცი რომ ზაგარს იღებს სპეციალურად რომ შავი იყოს და მე იქ შავების ოჯახში ცხოვრობს და იქ რო შეუსწრებს უკვე ძალიან დიდ ასაკიან ცოლ-ქმარს რაღაცა შური-მური რაღაცა ისინი აქვს. და იმის მე რაღაცა კუბაზე შევითხრიშე და სულ ადრე დაჟე დათქვამით მქონია დედაჩემს რომ მეთქი მე შავისგან ბავშვი მითხრა. აი მე გაგიზდებოდა. არა ეს ძალიან აი ხო გეუბნები ძალიან პატარა ვიყავი სადღაც 14 თუ 15 წლის ვიყავი მაშინ მე წამიგი ეგეთი რაღაც რომ მე 10 წლის ასაკშიც აი ეს რაღაცა შეიძლება ეგრე. ვაი მე ეგრე კაცო მამა ჩემი გამოდგებოდა და ჩემი ძმაც რო იტყოდა ხოლმე აი ეს აივანზე გადმოდგებიო ჯერ იმას მოვკლავ მე შენ და მე თავს მოვიკლავ ანუ ეს აა ჩემზე რა შემთხვევაში საერთოდ ზოგადად მე როდეს მე ბავშვი მინდა ეგ რომ მე თქვა მაგაზეც ბავშვი ოკეი ანუ რასა და იმაზე არა აქ ესა ოკეი ჩვენთან რასაზე იყო გართულება და როგორ მოერია ისე მაგას აი ანუ ჩაგეხაზა ოჯახი რაღაცა პერიოდი და მოგვიანებული იყო. კი, წამოვედი ოჯახიდან მე ორსულობის დროს. ორსულად რო ვიყავი, ნუ მაიძულეს რა, ეხა ესე არ უთქვეს რომ ადექით ეხწადი აქედან, მაგრამ ისეთი მდგომარეობა იქ მიქმნებოდა სახლში, რომ ძალიან ტოქსიკური იყო, ძალიან ფაქტიურად ყოველ დღე. ოღონდ ეს იმის ფონზე რომ მე ყოველ დილას 8 საათზე ხალხს ვავარჯიშებ და უნდა ვიყო რომ მე ჩემი პოზიტივი გადავცა, იმიტომ რომ ეგ არის რა, პერსონალური მწვრთნელი ყიდის თავის ემოციას და ენერგიას, თორე ველოსიპედს არავინ არ იგონებს, რა თქმა უნდა, ხა იქ თუ მაინც რაღაცა გესმის ანატომიაში, იქ შედეგსაც დადებ, მაგრამ ძირითადად ყიდი შენს განწყობას და შენს აი რაღაცა ინსპირაციას რა, რითიც ადამიანები საზრდოობენ აი იმ სესიიდან სესიამდე. და ხო, ანუ თავიდან დასაწყისში დედაჩემი იყო აბსოლუტურად არაადეკვატური. ძალიან არაადეკვატური იყო რა, ესეთი მორწმუნე ქალი უცებ გადაიქცა რაღაცნაირად რა. დაჟე აბორტზეც მაწვებოდა. ოვი. და შენ
ერთი წამის არ გქონდა ეგ რო აბორტი გინდა? არა, მე უკვე ის ჩამერთო მე. ჯიუტი. ხო. და ეხა მე მითხარი, აი რო წამოხვედი, მალევე შემორიგდით, აი ეხა რა ეტაპზე ხარ თუ ცირკებს? არა. ორსულობაშივე მალევე შევრიგდით. როდი შევრიგდით, იცი, ჯაჯანიძემ დამპატიჟა თავის შოუში. იმედის რადიოზე თუ რაღაცა აღარ მახსოვს და ჯაჯანიძე მაგრეევას ებოდა დედაჩემს რა და მან რო გავიჩით და მირეკ რო ჯაჯანიძის შოუში ვიყავი ნახე. და მომენატრეო და მოდიო? მომენატრე არ მგონია რა თქმა, მაგრამ ჯაჯანიძემ დაურეკა თვითონ და ელბოკ. ხო. არ ვიცოდი მე ეგ რთული. არა, ბოდიში არ დაურეკა მაპატია, ვწდები ვიდეო ჩაწერა, ვიდეოსავით ჩაწერა და აღარ მახსოვს ვანახე თუ დავდე, აღარ მახსოვს რა. და ამან იმოქმედა. და მიხვდა რომ შენთვის მნიშვნელოვანია ძალიან დედა. ხო, ეხა ეგ არ ვიცი როგორი გაანალიზებები ქონდა, მაგრამ თვითონაც ვერ ნატრებოდი ხარ, რა თქმა უნდა. არ არსებობს ახლა მშობელი მაგას არ განიცდიდეს. და ეხა როგორ ხართ? კარგად. ეხა კარგად ვართ. ბავშვთან როგორ არის? იტოვებს? არა, ძალიან კარგად არის ასულელი. როგორც კი მატეო გაჩნდა, კი არა და ხო გეუბნები თავ მაშინვე უკვე ყველაფერი დაალაგდა რა. უკვე ყველაფერი დაალაგდა და ავი მოწონს? ავი გიჟდება. ავი გაიჩო. თავიდან ხო აი ესე ვერ აიტანა და ნუ თავიდან ეგონა რომ ვიზის გამო, შენთან იმის გამო, ამის გამო, აი ყველაფერს მეუბნებოდა რომ აი გადამეფიქრებინა რა. მაგრამ ეხლა ნუ ავის უნდა იცნობდე რა ვიზა გეხოცების არის გვინდია დოკუმენტები საერთოდ. ხო და ღმერთო დავიცალე ცევლივენ მიიღე. რა ვქნა სალფეტკი გვინდა? ხო შენ აგი ასე ტრ. ხო სალფეტკები რატო არ გიდგას ესეთ კითხვებზე? ომოპატი. კაი არა, შეიც ოკეი. ხო არა, ავი ძალიან უყვარს, იმიტომ რომ ავი არის როგორ ტიპიცი არასდროს არაფერი არ ეზარება. აი არასდროს არაფერი არ ეზარება და მამაჩემს ყველაფერი ეზარება. აი ვაფშე ყველაფერი ეზარება. მე მგონი მამაჩემის გამოგონილი სიზარმაცე და ალექსანდრეს მაგვირად სიზარმაცე უნდა ერქვა. ზარმაცე, ხო. და იმდენად აი სახში რაღაცების გაკეთება რო აქვს ხოლმე და რაღაცა ავი ჩადიოდა და აკეთებდა და აი ძალიან ხო დაუზარელია და თან აი ძალიან დაუზარელია. თავი და თავია ყველაფრის. თავი და თავი არის, მაგრამ თუ აი რაღაცაში ხედავს თავის როლს, აი ძალიან ეხმარება ყველას რა. და ნუ ავი შეუყვარდა. ავი ძალიან უყვარს. და შენ ბოლომდე აპატიე შენი აზრით? აი ვერა, აი რამდენ ხანში ეს არის მოუშვიშებელი ჭრილობა რა. პატიება ხარ ასისულელია დედა და დედის სიყვარულს აი როგორ შეიძლება ვიღაცა უბრალოდ აი იმდენად ეს არის რა. ღრმა ჭრილობა რა, პაცული იქნება. ალბათ დრო რაღაცას თვითონ იზამს რა, მე ეგრე მგონია თვითონ თუ ხდება თავის ფუნქციას შენ ცხოვრებაში. ფუნქციას როგორ არ ხდება კაც. არა, იცი რა არის, ახლა იმასაც ხედავ, რომ გრძნობს თავს დამნაშავად რა. ეგეც არ მინდა, იმიტომ რომ მესმის, აი ძალიან მესმოდა იმ პერიოდში შემების, აი დაჟე გულით მესმოდა ის გადაწყვეტილებები, რაც აკეთებდნენ, აი იმიტომ რომ ახლა ქართული სოციუმია რა, აი ხედავდი, რომ ჩემი გადაწყვეტილების გამო დედაჩემის და მამაჩემიც ჩაიკეტნენ სახლში რა, აი ერიდებოდნენ სხვაგან გასვლას, ნათესავებში გასვლას, რომ იმათ კითხვები არ დაესვათ ხოლმე. ხო ისე აი თემა მე მგონია რომ ცოტა იმას განიშვა. აი დედაჩემ და მამაჩემი არ არიან ეგეთი ტიპები რა. პროსტა იმდენად ყურადღება მიიღეს. ხალხი რა სიტყვის. აი იმდენად იყვნენ დათრგუნულები რომ აი სხვა რა სიტყვის და როგორ ავხსნათ ეს. ეს ხო აი სულ ვცდილობ ხოლმე ავხსნა რა რომ აი ძალიან ეგოისტური მომენტია რა. იმიტომ რომ შენ არ იგრძნო თავი მათ რა ქვია შერცხვენილად რომ შენმა შვილმა ეს გაკეთდა არ და შენი შვილი არის დასრული თითქმის 40 წლის ქალი ხო აი ხო არანაირი შეხება არ აქვს დედაჩემს ჩემს გადაწყვეტილებასთან აი რატო უნდა იყოს დედაჩემის სირცხვილი ჩემი ახლა 15 წლის ვარო ვერ გამიზრდია თქვას რომ უზელობა რაღაცა გააკეთა თუ აი ხო მესმის და საერთოდ აი მაგიტომაც აი ძალიან მესმის შენ წამოწია სხვანაირად კიდე ანუ მისაღები გახადა რატომღაც ეგრე მგონია რომ ოჯახის შექმნა სადაც მართლა რეალურად არის შესაძლებელი სიყვარულზე დაფუძნებული რაღაც თან ხალიც იყოს წარმატებული კაციც იყოს თავის ცხოვრებით
შესაძლებელია. არა, აბსოლუტურად შესაძლებელია. აი ამ თან ჩვენ დაოჯახებულები არ ვართ რა. აი სულ ანუ მას ქორწილი და ის მომენტი არ გვაქვს, მაგრამ ნუ ერთად ვართ რა. არა აქვს ახლა ჩემთვის მნიშვნელობა, არა აქვს. პირიქით რაღაცნაირად მძრგუნავს ეს საბუთები და ჟურისწერა და ბეჭედის დამოცმა. ხო, იმიტომ რომ ჩარჩოებია, ხო, უფრო თავისუფლად გრძნობ ესე თავს და მეც და ავიც. ანუ კუბაშიც მაგას იტყვიან დაჟე რომ როგორც კი დაქორწინებიან, ეგრევე იყრებიანო თორშობია. ეს ხო რა, ანუ ეგეთი თქმულებასავით არის, რაღაც გამოთქმასავით აქვს რა. ხო და აი ეგ მომენტი გვაქვს, ერთად ვართ, უბრალოდ გვისწორდება ერთად ყოფნა და ვართ ერთად. არის ხო? ხო, და ისა ეხა გვერდიდან რო ვუყურებ ამას რა, რა პრიმიტიული თემაა რო დაფიქრ. ანუ აი უპრიმიტიულესი არის თუ თავისად არ ჩათვლიან, ანუ თავის პრობლემად, თავის სირცხვილად აღიქვავენ, ანუ ძალიან ის ხომ ჩემო ძმამაც მახსოვს. და იგივე არა აქვს ჩავკანიანებს ბოდიშს ვიხდი თესუკანიანზე? არა. ამერიკაში აქვთ ხოლმე ის მომენტი, რომ ანუ შენი რასის მოიყვანე მაინც, ან შენი რასის იყოს მაინც, იმიტომ რომ ნუ კულტურები განსხვავებული, მაგრამ ის რომ აი თეთრკანიანია და რაღაცა არა. თქვენ ესპანეთში რო გადახვედით, შენთვის ცოტა თავისუფლების შეგრძნობისთვის ხო არ ქენი კიდე პლუს ეგ? არა, ეგ არ ვიცი იყო თუ არა. სიმართლე გითხრა, მაგაზე არ დაფიქრობ, თუმცა ეგ გეტყვი რომ ერთი გაფიქრება მქონდა, რომ აი ეს პოლიტიკური საგიჟეთი რო დაიწყო და მეც მაგრად შემეხნენ და გადმომიარეს. აი ეგ მომენტი მა გამიელვა, რომ აუ რა კაი ერთი იქ რო წავალ იქ ვერ მომწდებიან, ანუ დაიკიდებენ თქო რა. მაგრამ ეს ჩემი წასვლის იდეა ამ ბებამდე ბევრად ადრე იყო რა და დაწყება საბუთების მომზადებისაც ბევრად ადრე იყო. მან იყო რამოდენიმე მიზეზი რა, ერთი რომ ავი აქ მაინც ვერ მოიგიდა ფეხი, იმიტომ რომ ესპანურენოვანია და ვერ ისწავლა ქართული და ენების მიმართ აი არა აქვს რა. ხო. თლად არც ინტერესი დიდად ალბათ და არც ინტერესი კი ქონდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. აი დადიოდა მასწავლებელთან იყო უფრო კარგი, როგორც კი მიატოვებდა, დრუც ეგრევე ეცემოდა მისი ქართულის. ანუ ლაპარაკი უფრო ბევრად ესმოდა, ვიდრე გადმოსცემდა. ეხლა ჩვეულებრივ ესმის. ცოტა ძალიან ცოტა და უარესდება და აი მე თუ დროზე არ დავეწი ესპანური დარღეული გუჯოხისაც არ გვესმოდა ერთმანეთის ოჯახში. აი ეგ მართლა მაინტერესებს რა ინგლისურად ლაპარაკობთ ახლა? არა, ინგლისურად. ესპანურად ლაპარაკობ. არა, ქართულად, რაც იცის ქართულად. ანუ იდეაში ყოველთვის იყო ჩვენს შორის კომუნიკაციის დეფიციტი რა. და ეს მე ბლოგი, მაგრამ ეხმარება სხვა შორის მაგაში. ეს ჩავთო და ჩემთვის ველაპარაკები მაგრამ აი რაღაცა კომპენსირებას მაინც აკეთებს რა მაგრამ ანუ შეულისენით კონტაქტებით ცოტა თუნდაც გინდა სულაკეს მე აი რა მითხარი მე პირველად რომ შენს ლოგინში აღმოჩნდა ანუ რაინაზე ანუ რა ქნა პროსტა არ ვიცი არა და მთვრალი არ ყოფილვარ მე სად გაიცანი კლუბში კუბაზე? არა, აქ ელცენტროში მუშაობდა და იმდენ ვიარე იმ კლუბში. ანუ კაცი არ წამოვედით გასულ გადავა. მართლა? ხო, ნუ ქალები ზოგადად ხო კლუბებში ალბათ კაცებიც კაი გასართობად. ახლა გაჩერდი რა. მე მივიდოდი იმენა ცეკვისთვის რა. აი მართლა არ მიფიქრი იმაზე რომ იქიდან კაცი. ხო, პატარა ინტერესი ხო ყველას აქვს რომ ვიღაცას გავიცნობ არა, ეხლა ფლირტი და რაღაცა ბაზარი არ არის. ეხლაც აი ავი დაჟე იცის ეგ მომენტი რომ ჩემთვის ფლირტი არის, აი მაცოცხლებელი ძალა გიждები. ანუ ეს რა თქმა უნდა ეს ფლირტი მე ისევ სახლში მიმაქვს და ისევ ჩემს ურთიერთობაში მიმაქვს აი ეს აჟიტირება და ეს რაღაც ახალი პეპლები, იმიტომ რომ ეს ქალის მაცოცხლებელი ძალაა, ხო? ეგ რა თქმა უნდა, ეგ რაღაცნაირად საღამოს შემადგენელი ნაწილი არის რა. Cherry on top, ტორტის თავზე თუ რაღაც ალუბალჩიკი. და თვითონ ეჭვიანი არ ხარ საერთოდ ანუ? მე ვარ, ავი არა. ნუ ზომიერად რა. მე მეგონა რომ არ ვიყავი, მაგრამ მე მგონი ვარ. თურმე რო გიყვარს ძალიან მაშინ ხარ? როდის და დავაფიქსირე ჩემი თავი ეჭვიანობის. რამოდენიმე 2 წლის წინ ავის შვილი პირველად ჩამოვიყვანეთ საქართველოში რა. მაგაზეც უშუალებელი ტრახები მქონდა ოჯახთან. მაგრამ ნუ ჩამოვიყვანეთ. ჩვენ კუბაზე რო ვიყავი და რო ვნახე იქ რა სიტუაცია და ისედაც ავი ჩემიანად თუ ჩემს გარეშე ყველა ვარიანტში ჩამოიყვანდა ადონაის აქ რა შვილს, იმიტომ რომ ხვილია, ეხლა მე რო წარმომიდგენია მე რო ეხლა მასთან ვიყავი წინა ურთიერთობაში და იმას რო ეთქვა რომ შენ შვილს აქ არ ჩამოიყვან. აი ულაპარაკოთ პირველივე აი წინადადების დასრულების დროს ვეთყოდი რომ კარგად იყავი.
ხო და ხა აი აქ როცა ვხედავ რომ ადამიანი იმიტომ მუშაობს საერთოდ იმიტომ ჩამოვიდა რომ გადარჩეს ოჯახი კუბაში თვითონ არა. იმიტომ რომ იქ სასწაული სიდუხჭირი არის რა, აი ძალიან უჭირთ. და მაგისი თავიდანვე და აზრი იყო რომ ბავშვი ჩამოიყვანა რა და ნუ ახლა თავიდან სრულად ჩამოყვანას ვერ გავკაჩავდით, მაგრამ 3 თვე ჩამოვიყვანა. 3 თვე მინდოდა ხოლმე ჩამოყვანა ერთი რომ ჯერსიც მასთან ქონოდა კომუნიკაცია და ურთიერთობა და დაძმაზე უკეთესი და საუკეთესო მე მგონი არაფერი არ არის ცხოვრებაში. თან ესე ამხლა რა ვთქვით ასაკობრივი სხვაობა რაღაცა მინდა რომ ახლოს იყვნენ რა. ხო და აი მაშინ რომ ჩამოვიყვანე ადონაი რო ვნახე რომ აი სახში ხო რაღაცა ერთი გოგო ვარ რა სახლში დანჯი კაცები არიან ჩემი შვილი ბიჭია უფროსი პატარა ბიჭია რა ვიცი კაცი და უცბად ჩემი სიყვარული და ეს ყურადღება რომ გადანაწილდა შვილზე აი მადვი მივხვდი რომ რაღაცნაირად ის მოეფერბოდა ხო მიწევდა კოთას ჭორს და მიგიდავდი გვერდზე დავიჭრე ხო აი მე დიდი ხანი გაგრძელდა შეიჩვია მე რა არ ვიცი, აი მე კიდე დაემატა რა იცი რომ ჩემ კრემებს ვხმარობდა და ჩემს. სუნამოვი რომ მალეთავდებოდ. და უცებ რაღაც ბოროტი დედინაცვალი გავიჩიდე, მაგრამ არა, ბოროტი ნაღლად არ ყოფილა, მაგრამ ვეჭხუბებოდი ხოლმე რა, იმიტომ რომ მინდოდა რომ ესწავლა, რაც ჩამოვიყვანე, აი ეს 3 თვე მინდოდა რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა რა. რომ აი ეს ინგლისური ესწავლა, ქართული ესწავლა რაღაც და აი მაგაზე ვაწვებოდი მაგრაც და იმ ბავშვს ისეთი კულტურული შოკი ქონდა რომ ჩამოვიდა რა სწავლა, მე გაშტერებული დადიოდა კიდე. ხო, უნდოდა ცოტა. ხო, ძალიან აზე მოსვლა უნდოდა, მაგრამ მე რომ ჩემი თავით ვაზრონ, კი არა, ჩემი თავიდან გამოვედი რა, რაღაცა ძალიან ყველაფერი ჩქარა გუშინ. ხო, შენ ხო უცებ აკეთებ ყველაფერს. და აი მან ვიგზელებია არის ანუ ჩამოყავს თუ ეს რა არის პერიოდულად ესე ჩამოყავს ხოლმე ჩამოყავს ახლა როცა ფინანსები მიწყობს საშუალებას იმიტომ რომ ძალიან ძვირი ყრის ბილეთი ძალიან ძვირი მე ვუყურე თქვენ რომ შენ რო ჩახვედი კუბაზე ხო იქ ვერ იცხოვრობდი ხო შანსი არა აი მე დიდი სიამოვნებით ვიცხოვრობდი პროსტა საჭმელი რო იშოვებოდეს აი უჭმელი ხარ ჩათვალე აი იმიტომ რომ ფანტასტიკური ქვეყანა, აი ძალიან მაგარი ქვეყანა არის. აი რანაირი ურთიერთობები არის, იცი? შოქში ჩავარდები. დღემდე მივხვდეთ რომ ის 3 კვირა საკმაოდ სტრესული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ არ ვიცოდი ბავშვზე რა მეჭმია, როგორ მეგვეჭმია და რა. ფულ, აი რაც არ უნდა მილიონერი იყო, საჭმელი არ იშოვება. ან გვერდზე კუნძულებიდან ჩამოაქვთ იქ რაღაც მდიდრებს და პარლამენტარებს და დიპლომატიური მისიით ვინც არიან მივლენილები, ანუ აი ესე სადღაცას ჩავლენ იშოპინგებენ ერთ თვითფრინავს ჩაიტანენ და მაგითი არსებობენ რა. აი არის შორობა. მატეო ჩვენ რო ჩავედით იყო წლის და 10 თვის და იყო 5 წლის ბავშვების სიმაღლე. იმიტომ რომ ვერ იზრდებიან. ანუ ცილ პროტეინი არ აქვს, ცილ არ აქვს. კვერცხი არის შორობა, ძე არის შორობა, ხორცი არის შორობა. აი ძალიან საშინელი სიტუაცია იყო რა და იქ რო ჩავედი და ის რო ვნახე, აი მაგრამ აი ხო გონი მივხვდეთ აი ამ 3 კვირიანი სტრესისა აი სასწაული ხო მე მენატრება ხოლმე და ვიჭერ ჩემ თავს რომ მენატრება ხალხი ურთიერთობები ალბათ სხვა არის ხო თან გაჭირვებაში ჯერ ვერ ვიგრძენი რომ ძიძე არ მყავდა საერთოდ მე მატეოს ძიძის გარეშე მეშინია მატეოსი ისეთი გიჟია და ვერ ვიგრძენი საერთოდ რომ ძიძე არ მყავდა იმიტომ რომ იქ მეზობლის ბიძაშვილი მამიდაშვილი ახლა იქ უბაში ბავშვი რო იჩდება ერთად ზრდიან ბავშვს შენ როგორ მიგიღეს? ვაიმე ფანტასტიკურად რას ლაპარაკობ. აი ძალიან მამამისი ჩვენ სასტუმროში ვიყავით. მამამისი და ავის მამის ახალი მეუღლე მოდიოდნენ, ახალი მეუღლე როგორ თქვი? პარტნიორი, ნუ სოლი არ არის ხო, პარტნიორი. მოვიდოდნენ ხოლმე ყოველ საღამოს მატეოს გასარეცხებს წაიღებდნენ. ჩაყრიდნენ თავის რაღაცა დააძველებულ, გაუბედურებულ სარეცხს მანქანაში აქეთ მიწოლა რომ უნდა და მეორე დღეს მომიტანდნენ ისევ გასარეცხს, მაგრამ ხო გარეცხეს. აი უსაყვარლესები არიან, ძალიან მაგრები არიან. და ავი რა პროფესიის არის? ატყობ მე როგორ მაინტერესებს. ხო, რა პროფესიის? ავი პროფესია როგორც ასეთი სიგარა მეიქერი არის რა, იმიტომ რომ ეგ ისეთი რეგიონიდან არის კუბაში. სიგაი ჩვენთან რო კახეთში მეღვინეობა არის რა, კახეთი რო ღვინის სამშობლოა, ეგრე არის პინადერიო, სიგარის სამშობლო, ტაბაკო მაკედან მოდის. ძირითადი ფოთლები რა, ჰავა თუ ნიადაგია ეგეთი. და 14 წელი მუშაობდა აი ამ ქარხანაში. მე აქ რო ჩამოვიდა უკვე კლუბში მუშაობდა ისევ სიგარის გამკეთებლად, მაგრამ ამდენი სიგარა საქართველოში არ იყიდებოდა მაშინ. ჯერ მაშინ კიდევ არ იყო კულტურა, ეხა შემოვიდა ეს ჰავანა კლუბი და ეს ეხა წარმოიწია რა ეს კულტურა სიგარის მოწევის და ასე შემდეგ.
და ასევე, აი ჰენდიმენი ტიპი არის რა, რაღაცა ყველაფერი გამოზდის. აი პლასმასზე მუშაობდა მე ერთი პერიოდი მანქანებზე მუშაობდა აი პლასმასზე რო უკეთ პლასმაში კი. ანუ აქ ვერ აი იცი რა არის იმდენად ახლა ხო გჭირდება რომ იქ კლიენტზე კომუნიცირო იქ რაღაცა გააკეთო და ვერა რა. აი მე რომ მქონოდა იმის რესურსი რომ აი ავისთვის გამეკეთებინა რაღაცა კომპანია რომ აი რაღაც ხოც მისტერ მასტერი თუ რაღაცა ეგეთი პონდი რო იყო რა ადრე ეგეთი რომ გაეკეთებინა თვითონ ასე მაგრამ ანუ მიყვებოდა რა მაგრამ ჭირდება ვიღაცა ვინც დაუორგანიზებს აქ ჭირდება და ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ენა არის ცოტა რა ეხლა მითხარი შენში ის თვისებები რომელიც ძალიან არ გიყვარს არ მიყვარს აი ეგ არ მიყვარს ეს დამახსოვრება წყენის ხო ასევე არ მიყვარს რომ არ შემიძლია აი როგორიც აი რას უხსნი ხო არის ხოლმე რომ ახსნას აზრი არ აქვს და გაუშვებენ ხოლმე რა მე ეგ არ შემიძლია და ეგ არ მიყვარს ჩემში აი სანამ ჩაფიჩინება იცი ჩაფიჩინება აი ეს დაებიდი უღეჭო და ისევ მევხარჯავ ამ ენერგიაზე იმას მაინც არ ესმის ხო სანამ არ გამოვიწურავ ჩემ თავს მანამდე არ ვჩერდები ხოლმე და ეგ არ მიყვარს და კიდევ არ მიყვარს მოიცა და დავფიქრდე რა არ მიყვარს სიზარმაცისკენ მიდრეკილება აი ხანდახან აი უთა შენ ხო აი როგორ ვერ მოვაბავ ხოლმე რაღაცეებს თავს რა აი დავბოდიალობ ზედმეტ მოძრაობებს ვაკეთებ სახლში და აი რაღაცა დრო მეპარება ხოლმე რა და ეგ მეგონი ქოცნობერი გეუბნება რომ დღეს სიზარმაცის დღე გაქვს არა იცი რა სხვათვის ეგ გაანალიზებული მაქვს და მაგას ვიწყობ ხოლმე ეგეთ დღეებს რომ ანუ ძალიან მაგარია ეგ აი ძალიან აი უეჭველი გჭირდება. ეხლა ეგ მე მივხვდი 35-ის და გადადებული გეგმები 40-ის არ გიყვარს ხანდახან. გადადებული გეგმა. მე იცი რა მაქვს. აი ძალიან მაგრამ ტანჯავს მე საკუთარი მე რომელიც მეუბნება რომ აი ეს რო გექნა. რატო გააცდინე ეს? რაღაც მარა ხანდახან ისე ასწორებს აი ყველაფერზე უარს რო იძახი ერთი დღე და იქიდე. ხო არა მე აი ხო გეუბნე მე გამოვიმუშავე 40-ის მერე რომ მახსენებს სხეული რომ ეხა სტოპ და ფიდბექს უკვე ყველაფერზე გეუბნება ეგეთ დღეები უკვე გამოვიმუშავე მაგრამ ნუ იქ შეგნებულად ვიცი რა რომ всё ერთი დღე მაქვს სიზარმაცის დღე და არ უნდა გავაკეთო არაფერი კიდე რითი განსხვავდება ეხა მე ვარ 27 წლის შენ ხარ 40-ის ზემოთ უკვე კი 43-ის აი რა სხვაობაა მე და შენი სხეულებს შორის შენი სხეული ბევრ რაღაცას იტანს და გპატიობს ახლა შენ რას არ გპატიობს ანუ ჭამას გპატიობს არა ვეღარ მპატიობს ხოლმე ან შემბერლობა ან სიმძიმე ან რაღაცა ეგ შეიძლება შენც გქონდეს მაგრამ როგორ ან ჩემი რა შეაისახება იცი overnight-ში მოხდეს ყველაფერი ანუ ცხიმის აგროვება გაცილებით და დასწრაფებულია მაგრამ სამაგეროდ კუნთის აშენება აშენელებული ჩემ შემთხვევაში ასევე არ პატიობს ზედმეტად გადაღლას და გადატვირთვას რა აი სიცხეს მაძლევ ხოლმე ეგრევე აი სხვადასხვა რას მეცმაძლევს სიცხეს ხო აი მე არ მქონდა ვაფშე 35-მდე პირველად გამეჩითა როდის იყო 36-37-ის რო ვიყავი რა რაღაცა რო დავჯიჯგნე სხეული და რაღაცა სიცხე მომცა და ვერ მივხვდი არც მაცემინებს არც מחოლებს ანუ არაფერი არ მაქვს აი პროსტა ერთ დღიანი სიცხე რა სიგნალია რა რომ დაეტიე სახში და დაამშვიდი მეტი არაფერი არ აკეთო და რეაქცია არის რა ორგანიზმის რომ მოსაც უნდა უსმინო რეალურად აი ხა ქეთავს კითხე ქეთაპირულს შენ იცნო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და შენი კოლეგა ხო კეთას მანამდე ვიცნობდი იმიდან კარატეს დავდიოდით ერთად ეგ რაზე ერთად ეხა საერთოდ რა სიგიჟეებს აკეთებ დაფრინავს და უბედურებებს აკეთებ ყველაფერი გადაწყვეტ რომ ვაფშე ყველაფერი გახედნოს მართლა ფრენა დაიწყო წარმოიდგინე პარაშუტი არა ეს აი მე არ გადავრიო ღამურა რო ხარ სიგიჟეებს აკეთებ პარაშუტითაც და ვაფშე ყველაფერს აკეთებს მაგას ვკითხე რომ ძალიან მეშინია რომ ზივარ ახლა წარმოიდგინე საჯრო დომს ვამუშავებ რაღაცა უკვე 2 წელია ძალიან ან სიამოვნებს თქო რომ მე შეიძლება 2 საათი ვიჯდე მგონია რომ კუნთს ვადუნებ რა არა ნუ ეხა ეგრე და მითხრა იცი რა
დაჭიმე ხოლმეო რა. და იცი რას ვაკეთებ, აი ეს რო გზივე და გელაპარაკებ ზემოთ იწევი. ზემოთ აიწევი, ხე მე წაწეული ვარ ზოთა. ეგრე რაღაც იცი, სხეული დაგიწყებს ჯერ ისე არ გპატიობს დიდხანს ჯდომას, როცა კაი ხანი ვარჯიშობ რა. გიბუჟდება სავით რაღაცა, იმ უსიამოვნო შეგრძნება არა. ეგ მაგ და რა ვქნა? აი ხა სულ რომ მოჭიმო ეგეც არ ვარ გაიმ, იმიტომ რომ მე გადასპაზმა დაემართება კონც და რაღაც რა მე ესე მგონია ყოველდღე რა ჩაბჟირო ეკონტი. იცი რა არის, კარგია რომ გაიარ გამოიარო ხოლმე ამ 2 საათში. ნახევარ საათში ერთხელ ან საათში ერთხელ ვატკე გაიარო გამოიარო. ჟუტკია? აი რაღაცა, აი აქ თუ არ არის, ხა ჟუტკი რომ ადიხარ და არა ესთეტიურია. სხვა რაღაცაც შეიძლება ეს აგიყვანოს ჩაგიყვანოს. არა მარტო საჯდომის დაჭიმო, შეიძლება ვიღაცა კეგელს აკეთებს ვაკეთებ. ცუდია ძალიან. არა, გადასარევი. ანუ მაგას ყველა ქალმა უნდა ავარჯიშოს კეგელი. ხო, კეგელი ეს ვარჯიში. რაღაცა ჩამიგდო იმან, რა ქვია. ვაგინალური კუნთების ვარჯიში, ოღონდ იმიტომ რომ ქვედა მენჯის ქვედა კედელი გაძლიერდეს. და ეგ იწვევსო სექსუალურ აქტიურობასაც. აქტიურობას არა, pleasure როგორ არის, ანუ სიამოვნებას. სექსუალურ მხნეობას, მოდი ესე ვთქვათ. ხო, ანუ ყველა ქალმა ვაკეთოთ. ყველა ქალმა უნდა აკეთოს, ხო, იმიტომ რომ ხანდახან ანუ ეხა ეგ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ამ პარტნიორზე ეხა მაგაში დამოკიდებული თლად მაგას ვერ მივაწერთ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ თუ კუნთები მოწოდების სიმაღლეზეა. შეგვიძლია რაღაცები ხო უფრო ადვილად ვიგრძნოთ რა მოჭერისას. ანუ რეზე მომარაგესა. ვაფშე ყველაფერზე ლაპარაკობ. საიდანსად გადავიდეთ. ტრაუმები და მოჭერაზე. აი ხა მაგალითად მე ვაპირებ რომ შილა აი ეს უპასუხო ფესბუქებლოთ მიმატოვა. რატო ვიგატოვოთ? ცოტა ხნით გადაწყვიტა რომ მოკლედ წარმოგიდგენ რაც სული მოიყვანა საერთოდ არ დაუსვენია რა. და ეხლა გადაწყვიტა რომ ერთი თვე წავიდეს და შეგვებული ვიყავი რომ აგვისტოში მიდის. დღეს უცებ მიცხადებს რომ კორჩო ეს ბალრემო ივლისის ბოლოს რა წავედიო всё. ნუ ქეთა კი მავარჯიშებს, მაგრამ აგვისტოში ვაპირებ რომ სახლურად ვივარჯიშო. რაღაცა პროგრამას დამიწერს, რაც შენთანაც არის, ხო? წესით მაგის რაღაცა პროგრამები. კი. რაღაცა პროგრამას დამიწერს და მაინტერესებს სახლურ პირობებში შესაძლებელია თუ არა, რომ ის შედეგი, რასაც ვდებ ხოლმე დარბაზში, დავდო. ანუ მინიმუმ სექტემბერში ჩაფუშული არ გავიჩით. სამბობ. მე ხალებს რომ ვდებ და ვძერწავ და საფიცარი ზურგები და საფიცარი ტრაკები რო სადაშენებენ. ჩემი ყველა ონლაინ მოსწავლეების რაც პანდემიაზე რო დავიწყო, ეს სახლები არის. ნუ ერთი წონები განდელები გჭირდება просто. განდელები უნდა ვიყიდო, უბრალოდ რაღაც სეტი რო არის, წონები რო ემატება. სეტი თუ ჩადებ მაქლა ინვესტიციას რო სეტი იყიდო სხვადასხვა წონების, ბაზარი არ არის, მაგრამ ასაწყობი განტელები რო იყოს ან ერთი და ასაწყობი რომელიც ბლინები რო ძრება ეხსნება ხო ანუ სახლში ყველაზე კომფორტულია გარი თუმცა თუ ისეთი დაგიწერა სადაც ჰიტი არის აი ხო 20 წამი მუშაობ და 10 წამი ისვენებ იმ 10 წამში ვერ მოასწრებ რა ვერ მოასწრებ აწყობას ხო ნებადრ ინვესტიციის გაკეთება დაგჭირდება თუმცა მე მგონია რომ ეგ რაღაცა სულ მანქანაში უნდა გედოს და სადაც მიდიხარ ბაზარი არ არის ახლა ჩვენ თუ მithumetes ოფროუდებზე 3 დღე და 4 დღე გადიხარ ვარჯიშს უყვარს თანმიმდევრულობა ახლა იქ კვირაში 5-6 დღე თუ აგდე და 2 დღე ვარჯიშე არა ხო მე აი თვით გვემასოდეს როგორ უნდა შეეშვას ადამიანი, როდესაც ვარჯიშს მაგალითად აცდენს. ეგ არის ჯანსაღი დამოკიდებულება ვარჯიშთან, ან როგორც აი კვებასთან არის საჭირო. ნებისმიერ რაღაცასთან თუ ჯანსაღი დამოკიდებულება არ აქვს, ეხა ოფროუდზე რო არ მიდიხარ, ხო არ გვემავ შენ თავს. აუ ხანდახან კი, მაგრამ ხო მესმის, ან როგორც ვარჯიშზე ეგრე არა, ვარჯიში შეიძლება თვალები ამოვითხარო ისე. ხო, არა, აი იმიტომ რაღაცა ვარჯიშზე გაქვს შენ ძალიან ისეთი მინიჭებული მნიშვნელობა. მორალურ დონეზე რო გირტყავს რა, მისი არ გაკეთება არა და იდეაში უბრალოდ შენი მისია არის რომ შენი ცხოვრების წესი იყოს ეს რა. და შესაბამისად როგორც კი ამოვარდები კალაპოტიდან დარწმუნებული იყო იმაში რომ შენი აი ეს ჩვევაში გაჯდომა უეჭველი მიგაბრუნებს როგორც კი იმ სადღაციდან დაბრუნდები ამ ვარჯიშზე რა. ეგ არის ჯანსაღი დამოკიდებულება გაქვს, მაგრამ თუ შენ შედეგის დადება გინდა და ეხა ერთი კვირა ოფროუდზე ხარ, ერთი კვირა აქ ხარ, ესე შედეგს ვერ დადებ, თუმცა ანუ ფორმის ამბავში შენარჩუნებული გექნება რა. მე მარტო პარასკევის საღამოდან კვირის ჩათვლით შემიძლია ვიგულავ, დანარჩენი დარბაზის გამო კვირის 5 დღე ვარ იქ. всё, მშვენიერი, ხო. просто ხო რა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გქონდეს ჯანსაღი დამოკიდებულება, რა, იმიტომ რომ ვარჯიში ისეთი რა მაგარი რაღაცა არის, არ იმსახურებს ესეთ
ფსიქოზურ. ხო. ანუ იმისთვის არის რომ მენტალურად ჯანმრთელი იყო და მენტალურად თავი თუ იზიანე, მაგის გამო სიგიჟეა ხო. მოგეწონა ჩემი სტუმარი იყავი? სიმართლე. მომეწონა, მაგრამ არ მომეწონა რომ ვიტირ. არ შემილი არ მიყვარს ხოლმე რომ ვტირი, ვარ ძაიცრაცუდად. იცი როგორ ლამაზი იყავი? მართლა? ვაიმე მიჟველე. მე ვთვლი რა არ უნდა ტიროდა შენ არასდროს. ანუ არ მიყვარს, აი საშინლად არ მიყვარს, იმენა მაგრა მოქმედებს. აი მგონივა ბოლო ჩმორი, დონის ჩმორი მგონია ჩემი თავი. არა, ეხო სიძლიერის სიძლიერე. აუ არა, ჩემს. იცი რა ბავშვობიდან მე ესე მზრდიდნენ რა, აი შენ ხარ ჩვენი კაცი და ოჯახის კაცი და რაღაცა. ანუ რაღაცა უჩინარი ხო, ყვერები კი, უკვე ბოლოს ესპანეთში რომ მივიდიოდი, მეთქი აი ხა ესპანეთში თუ არ წავედით, უკვე მუხლებამდე ჩამოიზარდა თქო. იმდენად რომ ჩემზე იყო. ყველაფრის გამკლავება მაინც მარტოს ხარ. ხო, იმიტომ რომ ენა რო არ იცე რაღაცა, სახლის რაღაცებიც ჩემ მოსაგვარებელი იყო და რაღაც რა, ხო და მოკლედ. ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო ესპანეთში დასვლის. მე მიხარია რომ შენ დაიწყე შენი YouTube გადაცემა. ვაიმე, აი ეხა 30-ში გავა და თო ჩემი გვერდიც გამოიწერეთ და ჩერის გვერდიც გამოიწერეთ. კი, აუცილებლად. გამოიწერეთ ჩერის გვერდი გთხოვთ რა. კი, მეგობრებო. ხო. და მეც გამომიწერეთ, ვინც არ მიწერთ. და ჩერის ფან-კლუბმა გამოიწეროს მე. უეჭველი რას ლაპარაკობ, ძალიან მაგარი საინტერესო ისინი გაქვს პოდკასტები გაქვს და ძალიან დიდი მადლობა. პირიქით ძალიან დიდი მადლობა.